საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ახალქალაქში წიწიბურას ყანები დაათვალიერა აეროდრომის ტერიტორიაზე, სადაც წლების წინ რუსული სამხედრო ნაწილი იყო განთავსებული, ახლა წიწიბურას ყანებია გაშენებული. საცდელი მეურნეობიდან მიღებული 130 ტონა სათესლე მასალა ადგილობრივ ფერმერებზე გადანაწილდება და გაზაფხულიდან ეს კულტურა უფრო დიდ ტერიტორიაზე დაითესება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში წიწიბურას მოხმარება თვეში 30 ტონაა და ამ კულტურის მოსავლიანობის გაზრდით იმპორტის ჩანაცვლება მოხდება. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალქალაქის რაიონის სოფელ ხიზაბავრაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ტერასების მშენებლობა დაათვალიერა, სადაც ადგილობრივი მესხური უნიკალური ვაზის ჯიშები გაშენდება. სამუშაოები ვაზის პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. 1 ჰექტარზე დავთესეთ 100 კილო და ველოდებით საშუალო მოსავალს დაახლოებით 1 ტონას. 1 ტონას? დიახ. ეს რამდენი მოვაქ? აქ უნდა მოვიდეს მინიმუმ 130 ტონა მაინც. და მოხმარება რამდენია ბაზარი საქართველოს? მილიონი დოლარია საშუალო ღირებული. 2 მილიონი დოლარია ის იმპორტი. ესე იგი ჩვენ რამდენი ჰექტარი უნდა დამუშავდეს საქართველოში? 2000 ჰექტარი. ჩვენ ვაპირებთ ესეთ ამის გაკეთებას მოვა ახალქალაქში, ნინოწმინდაში, წალკაში, დუშეთში, თიანეთში, დუშეთშიც მოვა თუ მარტო თიანეთში? ორივე განმოვა. ორივე მაღალმთიანი ზონები დაახლოებით. ეს არის ძალიან კარგი, ესე ვთქვათ, ბრუნვისთვის, თესლის ბრუნვისთვის, იმიტომ რომ როცა მოიყვან ჯერ კარტოფილი რო ჩაანაცვლო, ხორბალი ჩაანაცვლო, ეს ძალიან კაია. ეს მე მგონი გარკვეული თან წინაპირ თვითონაცარეველაა და წინაპირობაა მონაცვლე კულტურისათვის და აზოტსაგროვების ნიადაგში. ერთი წესი გადავჭყვიტეთ და გავაჩინეთ ახალი კულტურა. და გლეხებს, რომელსაც პრობლემა ჰქონდათ თესლის ბრუნვის, ვთქვათ, მარტო კარტოფილი რომ მოყავდა დიდი ხნის განმავლობაში, ან მარტო ხორბალი, ეს პრობლემა იყო, იმიტომ რომ ღარიბდებოდა მიწა, ჩვენ შეგვიძლია ეს პრობლემა მოვაგვაროთ და მეორე პრობლემა მოვაგვაროთ, რომ ის რაც გვაქვს იმპორტი, ჩაუნაცვლოთ და შეიძლება მომავალში ექსპორტიც დავიწყოთ, იმიტომ რომ რეგიონში მეგონი სხვაგან არსად არ მოდის. არც აზერბაიჯანში, არც სომხეთში არ მოდის. ამის საცილო ფასი ახლა თქვათ საცილო ბაზარი დაახლოებით არის 2.5 3 ლარი. 3 ლარი გესწრა. ეს ჩვენ არ ვაპირებთ ბაზარზე გატანას, ხო? და ჩვენ გვინდა რომ ვისაც სათესლეთ დაჭირდება, ესე იგი ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის, თიანეთის, დუშეთის რაიონებში, ვინმესაც დაჭირდება, ვისაც ასე ვთქვათ, მიწა დაკარგა ნაყოფიერება იმის გამო, ერთი და იგივე მოსავალი მოდიოდა, ერთი და იგივე კულტურა იყო დანერგილი, ყველას დავეხმარებით, რათა საქართველოში ეს კულტურა გაჩნდეს. და პრაქტიკულად ახლა ჩვენ შეგვიძლია ძალიან ადვილად დავფაროთ, ჩავანაცვლოთ იმპორტი. ჩვენი კომბაინებს ჩამოუტანეთ ის ამღები, ხო? პრობლემა არ აქვს. ჩვენ გვაქვს ამოვიდეს გამწვენდი, ხო? და რაც თავარია, გაჩნდება ახალი ალტერნატივა რა, იმიტომ რომ უნდა იყოს დივერსიფიცირებული, უნდა გლეხებს და სოფლის მოსახლეობას უნდა კონდეს სხვადასხვა ტიპის შემოსავალი. ჩვენ ჩამოვიტანეთ ეს გამწვენდი და რამდენი სამუშაოებს ეგ, რამდენი სიმძლავრე. წარმოდობა აქვს საათში 3 ტონა. ანუ რამდენი გადამუშავებს? საწარმო ჩამოვიტანეთ, რომელიც ამას სავსებით ეხება. კარგი, მაგრამ ეგ უფრო მეტს ეყოფა ვიდრე ამას. გლეხებმა თუ მოიყვანეს იმათაც რო შეუძლია გავუწმიდოთ. თუთა გაფართოება დაგჭირდება, მაგრამ პრობლემა არ არის. მაგით ჩვენ ერთი 304 სექტორის დავისვათ. საქართველოში გახდა ახალი პროდუქტი წიწიბურა, რომელიც მაღალმოსავლიანია, მარტივად მოსავლელია, ამზადებს მიწას და ანაცვლებს იმპორტს, რაც ყველაზე მთავარია. და რენტაბელობას და უზდის შემოსავალს ჩვენ ფერმერებს. მოსავალს ვისავლებთ. სადღაც სექტემბრის დასაწყისში. თაფლით დიდი შემოსავალია თაფლით? კი, აი ფუტკრები მოიყვანეს სპეციალურად. აქაც არის და იქ მეორე ბინაა კიდე. რიგიდიას. კარგი ხარისხია ამის თაფლი? კი, თაფლის შემდეგ არის მეორე ადგილი და ეს არის საუკეთესოა.